მე დედა რა შემხედროზე გაში ვერ ვიცნობდი. მე რაც გულით, რაც გამივლია ცხოვრებაში და ბავშვობაში, იმას ვკეთვით და ეს ძიმი ამბავია. რთული ცხოვრება მაკავლილი ძალიან. ვინ ბრძანდებით თქვენ? მე ვარ საური გვენეტაძე. გვენეტაძე გურული გვარი არა? იმერელი ვარ. იმერელი ხარ. იმერელი ვარ. ამ გაუგებრობაში საიდან მოხდა? ხო, ეს საინტერესო ამბავია. დედა და ჩემი და მამა ჩემი ახლა ნაღდი ამბავი რაც არის, ხო? არა. იყვნენ გაშორებული ერთმანეთს. დიახ. როცა დიდი ხანი გავიდა, რთული ომის დროს დაბადებული ვარ. პრობლემა ისეთი იყო, რომ ახლა ხარ თქვენ? 86 წლის ვარ კაცო. მამა ჩემი ინტელიგენტი კაცი იყო. გურიაში ასწავლიდა და სკოლა რო დაამთავრა, მასწავლებლად დატოვენ. ეგრევე და დირექტორად გაამწეს და საშუალო დამთავრებული. ძლიერი იყო ომის დროს. ითხოვა თავის მოწაფე. დედა ჩემი იყო, მამა ჩემის მოწაფე. უი. ჩაჩუის ქალი. მე უნდოდენ დედა შენი ლამაზი ქალი იყო პატარობისას, მე არ მახსოვდა. და ვიჯექე ქუჩაში და კაი ხალო გეულა მაინტერესებდა დედა ჩემი ხვარი იქნება მეთქე, როცა 3-4-5 წლის ვარ. როგორ მოვხვდი აქ? ქალი რომ მევიყვანე. მე მაინტერესებდა და გამევიპარეთ. მამა ჩემს არ გითქვამს. მამა ჩემს არასოდეს არ დაუშლია. ან არ წახვედე, ან რამე პრობლემა არა. და მოვედი აქ გადასახოვი ხო არის აგერ. ხანამ ყოფი არ ვიყავი აქ საერთოდ. და კაცი შეხვდა და მერე გევიგე რამდენი ხნით არა. იმა როგორც ხავს იცოდა. უთხარით რომ ამ ადამიანში მივდივარ და კი ვეძიო, ვითხრა ახალგაზრდები ვარ. კი ვეძიო, აბა რაზეა? აგერ ცხოვრა და გურულა, აგერ ახლოს არის. მოვდივარ იქიდან ახამდე მოსვამდი გასო ახლოს რა ბრა, მე უთხარი გასო ახლოს რა ბრა. ვიარეთ და ამ ჭიშკართან მომიტანა. მომიყვარა და ახლა მე კი მოვედი ჭიშკართან, მაგრამ იკაცი იძახის, მარუსია გამეიხედეო. დედა ჩემს უძახის. ახლა ჩვენ არ გვეუბნება იმას, რომ ახალი თუ მივეით აქ თუ და არაფერი არ ვიცი. როგორც მევიდა აგერ აქ ხის სახლი იდგა, მაგრამ გადმეიხედა ალბათ დედის იქივლა. და მოვედა ის მერე დავრჩი აქ. მე ვაშენე ეს აქ დაწარგულია გაკეთებული ყველაფერი შევიხელთ აკეთებია. ეხლაც ბავშვები მეჩხუბებიან. წამოდი რა გინდა ხან. აქ რაც კი ეს ყვავილია თუ ხეა თუ ყველაფერი შევიხელი გაკეთებულია. ის მადრეა რომ მე რთული ცხოვრება მქონდა იქ მოვხვდი. სხვა ბავშვი. უდედო უმამო დამინახა და იკივლა. იგნორო ალბათ დედის ული მაინც ხوار და მე ხო არ ვიცოდი მივეცა და გადაგვახვია გადავკოცნა ჩემი მეუღლე შევეეთა და ოხუცი იყო დედა ჩემი უკვე თან მამინაცვალი ცოტა შარაფი უყვარდა და ხარიბად ცხოვრობდნენ ძალიან ყვახეთათ ეს ვაკე არ ვიცოდი რაფერი იყო რომ მოვედი აქაენ და მივიხედე მომეწონა სოფელი არ მქონდა ნანახი და არც ვიცოდი. და ძირში ვთესავდი, დიდი ხის ძირში ყვახს და რა მეიყვანა იქენ. ამოდე და გებდებოდა. ვფიქრობდი, აქანე იქნება ყველაზე კაი მეცინოდენ. მაგრამ ახლა მე მომყავს ეს მეურნეობა მთლიანად მარტო მოვალ. თქვენ გული გეტკინათ თუ იმის მერე გაიხარეთ? გევიხარე რა თქმა უნდა, გევიხარე ახლა. ვიყავი დაახლოებით 21 წლის. დედა ნანახი არ ყავდა, ქუჩაში შემხედრობდა, არ ვიცოდი ვინ იყო. ხო და გევიხარე, აბა რა იქნებოდა ახლა. ამაზე მამამ რა თქვა? ხო და აქედან როცა ჩავედი, ხო გეიგო იმან. მოდი შელაი. ვიგიშლა წას, რატო გეიბარო? როცა გიდა მოდიო. თულმა დღეებმა, ამ თულმა ცხოვრებამ რა გასწავლეთ? რა მასწავლა და ადამიანი უნდა აკეთებდეს სიკეთეს. ადამიანი უნდა იყოს კეთილი. ადამიანს არ უნდა წართვა ის, რასაც ვერ იშოვის. ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ადამიანი არ უნდა მოკლა. არაფერი ფულის გულისა. არაფერი თანამდებობის გულისა. ადამიანი არ უნდა გაწერო. იმიტომ რომ ის იმას ვეღარ იშოვის. ის აღარ არსებობს ასეთი. ამ რთულმა გზამ
უფრო სიკეთისკენ წამიყვანა. ეხლაც რომ ხვდები ადამიანს ყოველთვის მინდა რაღაცა ვასიამოვნო. მაგრამ ის სიკეთი ადამიანი უბრალოდ სიკეთეს რო გაიკეთებს. უბრალოდ წყარს რომ მოგაწოდებს წყურვალეს და არ დაგამადლის, ესეც ის სიკეთეა ადამიანისგან. და ყველაზე კეთილი დღე და ყველაზე ქართველი ხალხის სიყვარული ჩახუტება და ურთიერთგაგება ყველაზე დიდად 86 ვიგრძელი 9 აპრილის მეორე დღეს და მესამე დღეს. ქალაქში რო გამოვედით, როგორ ეხმოდა ხალხი ერთმანეთს. ბებიამ გამზარდა, ბრმაბებიამ დიდძახებდა დილად მე ყველაზე უმცროსი ვიყავ, პატარა და ასე ჩამოისობდა ხელს და ბებიო, გუშინ საღამო რა ხელა გადიხარო? იმის იმედმა გამზარდა მე. და დილას ხო გამცენჯავდა. მაქებდა და მადიდებდა. საღამოს კიდე. ბებიო, დილას რო ნახა უკვე იმაზე დიდი ხარო. ამ სიხარულით მე ბრმაბებია. ამაზე კეთილი ადამიანს ჩემ ცხოვრებაში არავინ არ ყოფილა. უნდა მივიდე მის საფლავზე და ვიჩოქო და მადლობა უთხრა. ცხოვრება საერთოდ ძნელია, თქვენ არ გესწავლება თვითონ ბრძანეთ. მაგრამ სწორი ცხოვრება კიდევ უფრო ძნელია. ნამდვილად ძნელია. ხო და აი თქვენ რას გვეტყვით? თქვენ უფროსი ხართ ჩვენზე ბევრად და რას გვეტყვით? როგორი ცხოვროს დღეს ამ გაჭირებაში, ამ ბევრ სირთულეში, ბევრი ქარტეხილია, ადამიანმა არ იცის, დაკარგული აქვს თავით, სიყვარულით, გზაც. როგორი ცხოვროს ადამიანმა სწორად? აგერ ამ შუა სად ვართ ახლა ჩვენ? იგიც არ ვიცი სად ვართ თლათ კარგად. მაგარი შეკითხვა მემეც. მაგარი კითხვა. მაგარი კითხვაა. მაგის პასუხი ძალიან ძნელია რო გითხრა. რა ქნას ადამიანმა ეს? აი თქვენი შვილიშვილები, ხო ამბობთ? შვილთაშვილები მყავს 5 კაცო. შვილთაშვილი 5. აი რა სწორად როგორი ცხოვროს ახალგაზრდა ადამიანმა რა ქნას? რა გზას ეწიოს? ხო ძალიან ძნელია. დღეს მით უმეტეს ძნელი გახდა იქ. დღევანდელ დღეს მე მგონი ვერ არის არ შეუძლია სწორად რომ ძნელი არის. ისეთი ძნელია, ოში წასვლა ჯობია. ოში წასვლა. ყველაფრის უბედურობა, რომ სწორად ცხოვრება ყველაზე ძნელია დღეს, იმიტომ ქაოსია. კაცი კაცს არ ენდობა. ადამიანი ადამიანს აქედან ჭიშკრად ვერ ენდობა. ბებიას მერე, ბებიაზე თქვენ ძალიან გულისამაჩუყებლად თქვით, თქვენ ბრმა ბებია. ყველაზე დიდი ადამიანმა რა დაკარგა? ყველაზე მთავარი რა დავკარგეთ? ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და არ გვაქვს, რა არის ეგ? ღირსება. ღირსება. კაც თუ ღირსება არ აქვს, ესგან ვერც სიკეთეს გეიგებ. მილიონი რო გაჩუქოს, თუ ის ღირსება არ აქვს და თავის კაცობა არ აქვს იმას, ის მილიონი არ არის. ის ფული არ ფულობს, არც ოქრო არ ოქრობს. თუ კაცმა ღირსება დაკარგა. აი თქვენ ახლა თქვით რომ დაკარგა ღირსება. ღირსება რა არის თქვენი აზრით, თქვენი გაგებით? ადამიანის მიმართ პატივისცემა. რწმენა აუცილებლად. მე გელაც მონასტერში გავარ. პეცის რექციას რო გითხულობ აკადემიაში სკამზე იქ გაზილი ვარ. დავით აბაშინების საფლავზე. კიდე გავდივი ძველს ახალთან ვერ ვადარებ. ვერ მივდივარ. და ძალიან ძნელია ღირსება რა არის? უნდა იყო კეთილი, უნდა იყო პატიოსანი. ახლა როგორც სახარებაში არის, როშო არის, ხურდო ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ეს დაკარგულია ყველა. აი თქვენ უკვე 80 გადაცილებული ბრძანდებით. 86-ის. 86-ის. 20 წლის მერე რაფერ ვიქნებით? რაფერ ვიქნები? რა იქნება აი ამ თქვენ სოფელში, თქვენს ირგვლივ როგორ გონია თქვენი ოჯახი, თქვენი ნათესავები, რა ცხოვრება იქნება 20 წლის მერე საქართველოში? როგორ მიდის? თუ ასე გაგრძელდა დიოგენე რო დადიოდა ფადირთ ადამიანს ვეძებო. ადამიანს ისე საზღვარი გოყოლებ ერთმანეთი. თუ ასე გაგრძელდა. ეხლა მე რო უყურებ დღევანდელ სიტუაციას, თქვენ თუ დიდი ქონება გაქვთ. ფული გაქვთ და ქონება გაქვთ. ის შენი ტერი იმას კი არ ჯავრობს შენ ფული რატო? ის თვითონ რატო აღარებ? იმას შენ რატო გაქვს? სულხან საბამ განმარტა ეს ჩვენზე უკეთესად. დარდის, ხვისა, კარგსა ზედა. სამი სიტყვით მოარჩინა ყველაფერი. დარდობს, რა ქნას? ედარდება.
რას ინატრებთ, რას მოინატრებთ, რას მოისურვებთ, აი რა გიტრიალებთ. რა ნატურები გაქვთ? ნატურა, სურვილი. ჩემი ნატურა ის მინდა ის არის რომ თუ ერთმანეთს უყვარდეს ადამიანებს, ერთმანეთი უყვარდეს. იმიტომ რომ ჩემი ბევრი მყავს მეთქი შვილები, შვილხაშვილები. თუ აგენს არ ეყვარება ერთმანეთი, არც ხოს არ ეყვარება არაფერი, არ იქნება. მე რო არაფერი თქვენთვის დამიშავებია, არ თქვენ ჩემთვის არაფერი არ დაგიშავებია. რატო უნდა ვიყოთ დრები ერთმანეთის? რატო უნდა ვიხაროდეს ერთმანეთის რაღაცა ცუდი?